ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. დღეს მნიშვნელოვანი ამბების შემსახებ ვნახოთ ანონსი. მევენახეების შემდეგ პრობლემებზე ღვინის კომპანიებში ალაპარაკდნენ. რატომ შეაცილეს ქარხნებმა ფასი და მისაღები ყურძნის რაოდენობა? კალი ლაპარაკი რომ ყურძენი მივიღოთ ლარებში და კრედიტი ავიღოთ დოლარში და მაგაზე ჩვენ თანახმა არა ვართ. მიწის დრო აზერბაიჯანის საქართველოს საზღვართან შეიქმნა თუ არა პრობლემები კახეთში. არანაირი ნგრევა და არანაირი ზარალი აღნიშნულ ბიძგებს არ გამოუწვევია კახეთის რეგიონში. მე რომ თელავის მერი ვიყო, რა პრობლემებს მოაგვარებდნენ თელაველები პლატონ კალმახელიძის თანამდებობა რომ ეკავოთ. აბა ესე კი არ დავჯდები კაბინეტში და საწყალი ხალხის უბედურებას უყურებ? არა. ხალხისთვის ვიქნებოდი და ხალხისთვის ვიზრუნებდი. ვახვახიშვილების სასახლეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. რა იგეგმება რეაბილიტირებულ შენობაში? რა უნდა განთავსდეს არტკაფე და იქნება ძალიან ისეთი ლამაზი ღონისძიებები. კახელების ტურნე კახეთში წინანდლის შემდეგ კონცერტს გურჯაანმა უმასპინძლა. კახეთში ყოველთვის ესეთი მაგარი აპლოდისმენტები, ესეთი მაგარი ენერგია არის. საღამო მშვიდობისა. მევენახეების შემდეგ პრობლემებზე ღვინის კომპანიებში ალაპარაკდნენ. ქარხნებში იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც წელს ფასი და ყურძნის მისაღები რაოდენობა შეამცირეს. მეღვინეების განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რადგან შარშან დაწრული ღვინო ჯერ კიდევ გასაყიდი აქვთ. თემაზე სიუჟეტი ნინო სამნიაშვილმა მოამზადა. ჭანდრის ღვინის ქარხანას 10,000 ტონამდე ყურძნის მიღების საშუალება აქვს, თუმცა წელს შესაძლოა 500 ტონაზე მეტი ვერ ჩაიბაროს. შარშან დამზადებული 800 ტონამდე ღვინო ჯერ კიდევ გასაყიდი აქვს. ამასთან ერთად ყურძნის მისაღებად ფინანსები ესაჭიროებათ. ქარხნის დირექტორი ამ დრომდე ბანკისგან პასუხს ელოდება, მისცემს თუ არა კრედიტს ლარში. წინააღმდეგ შემთხვევაში მფლობელი გიორგი ზაკალაშვილი იძულებული გახდება ქარხანა რომელიმე კომპანიას მიაქირაოს. შემდეგ კი უკვე დამქირავებელი გადაწყვეტს, რა რაოდენობისა და ხარისხის ყურძენს ჩაიბარებს. კალი ლაპარაკი რომ ყურძენი მივიღოთ ლარებში და კრედიტი ავიღოთ დოლარში და მაგაზე ჩვენ თანახმა არა ვართ. გვინდა რომ კრედიტი მოგცენ ლარებში. იმიტომ სხვა განაკვეთებს გვთავაზობს ბანკი, ვიდრე მთავრობამ გამოიტანა ის განკარგულება და დაახლოებით ვიცით რომ უნდა იყოს 11%-იანი, აქედან 8% მთავრობამ დაფაროს კრედიტი, 3% ჩვენ. არა ჯერ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი. რას გადაიხდიან 1 კილოგრამ საფერავსა და რქაწითელში ამას ღვინის ქარხნები ჯერ არ აკონკრეტებენ. მხოლოდ იმ მიზეზებს ასახელებენ, რის გამოც შარშანდელთან შედარებით წელს ყურძენი შესაძლოა 3-ჯერ იაფიც კი ღირდეს. რუსეთში ჩაიკეტა ძალიან უმნიშვნელოდ გადის ჩვენი პროდუქცია. ძალიან ცუდი მდგომარეობა არის, ძალიან დიდი კრიზისი არის, ფალსიფიცირებული ჩვენი სახელებით იწმება სხვადასხვა ღვინოები რუსეთში და არ იყიდება ჩვენი ღვინოები. ფაქტიურად ეგ არის და რეალიზაცია ძალიან შემცირებულია და ნაშთები სავსე გვაქვს 800 და 1000 ტონამდე ღვინის. ღვინის ქარხნების დირექტორებმა დღეს სატელევიზიო კომენტარებისგან თავი შეიკავეს. მხოლოდ რამდენიმემ გაგვიმხილა, რომ ყურძენს ან საერთოდ არ მიიღებს, ან მცირე რაოდენობით. მაგალითად, ჩუმლაყის ღვინის ქარხანა ალავერში გვითხრეს, რომ წელს მევენახეებისგან ყურძენს არ შეისყიდიან და მხოლოდ საკუთარი ვენახების მოსავალს მიიღებენ. არ ვიბარებ. მიზეზი რა არის? საკუთარი ვენახები გვაქვს. ვაჩნაძიანში ღვინის ქარხანა ტემპიკი ყურძნის მცირე რაოდენობით ჩაბარებას აპირებს. ამბობენ, რომ შარშან 1 კილოგრამ საფერავში 3 ლარი გადაიხადეს. წელს კი 1 ლიტრი ღვინოს 3 ლარადაც ვეღარ ყიდიან. ველისციხეში კი კომპანია კახური მეღვინეობა წელს 3000 ტონა ყურძენს მიიღებს, მაშინ როცა შარშან 5000 ტონამდე ჩაიბარეს. კოტეხის ღვინის ქარხანა კი წელს შარშანდელთან შედარებით 7000 ტონით მეტ ყურძენს შეისყიდის. ამის შესახებ ზეპირი ინფორმაცია ქარხნის დირექტორმა ბონდო მაისურაძე მოგაწოდა. მისი თქმით, მზად არიან, რომ წელს სავარაუდოდ 10000 ტონამდე ყურძენი მიიღონ მევენახეებისგან და ამბობენ, რომ აქცენტ ძირითადად ხარისხიან მოსავალზე გააკეთებენ. რთველი უკვე იწყება და ამ დრომდე ღვინის ქარხნების ნაწილი ჯერ ყურძნის მისაღებად მზად არ არის. ჭანდრის ღვინის ქარხნის მსგავსად ბანკისგან კრედიტს სხვა ქარხნებიც ელოდებიან და სახელმწიფოს ჩარევისა და დახმარების იმედი აქვთ. რაც შეეხება ყურძნის ფასს, მართალია ქარხნები ჯერ არ აკონკრეტებენ რა იღირება, მაგრამ ამბობენ, რომ ქაწითელის სუბსიდიანად 70 თეთრზე ძვირი არ იქნება, ხოლო საფერავის ჯიშის ყურძენი 85 თეთრზე მეტი. კახეთში რთველის მიმდინარეობის საკითხით დაინტერესდა დღეს მთავრობის ხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამის შესახებ ინფორმაცია მას სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა. ოთარ დანელიას განმარტებით შექმნილია შტაბი და საკოორდინაციო ჯგუფი. როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე ქარხანამ რთველი უკვე დაიწყო.
ელთან დაკავშირებით ჩვენ სავარაუდოდ სამდაწყაროდან უკვე დავიწყებთ. რამოდენიმე ქარხანამ უკვე თავისი რთველი დაიწყო პრინციპში და დღეს-დღეზე ველოდებით რომ დაიწყება მთელს რეგიონში. შტაბი შექმნილი გაქვთ? რა თქმა უნდა, შტაბი შექმნილია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ასევე არის საკოორდინაციო ჯგუფი და ცოცხალ რეჟიმში შეგვიძლია თვალყურის დევნება თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები. აზერბაიჯანის საქართველოს საზღვრიდან 56 კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა იყო, ხოლო ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიწისქვეშა ბიძგები კახეთშიც დაფიქსირდა, თუმცა ამას რეგიონში პრობლემები არ შეუქმნია. ჩვენს რეგიონში ნამდვილად იგრძნობოდა ბიძგები, თუმცა იყო სუსტი ბიძგები, არ იყო ეს დამანგრეველი. ჩვენ დილიდანვე ყველა მუნიციპალიტეტს დაუკავშირდით. აბსოლუტურად სრული ინფორმაცია და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი ნგრევა და არანაირი ზარალი აღნიშნულ ბიძგებს არ გამოუწვევია კახეთის რეგიონში. მე რომ თელავის მერი ვიყო, რა პრობლემებს მოაგვარებდნენ თელაველები პლატონ კალმახელიძის თანამდებობა რომ ეკავოთ. ჟურნალისტი ვერაიაშვილი გურჯაანის შემდეგ თელავს ეწვია და მოსახლეობის აზრი მოისმინა. თელავი თვითმმართველი ქალაქი დაახლოებით 1 წელია რაც გახდა და დღეს ქალაქს უკვე თავისი მერი ყავს. მე გადავწყვიტე ჩავატეროს გამოკითხვა და გავარკვიო თუ რას ფიქრობენ რიგითი თელაველები და რას გააკეთებდნენ თავიანთი ქალაქისთვის თუ თავს წარმოიდგენენ თელავის მერად. რას გააკეთებდით თქვენ რომ იყოთ თელავის მერი? თელავის მერი პირველ რიგში მივხედავდი მოსახლეობას, რომელიც უკიდურესად არის გაჭირვებული და პირველ რიგში მივხედავდი იმ 300 ოჯახს, რომელიც უბინაოდ არის. მე ვიცი, კარგს ყველაფერს ალბათ ხალხისთვის სასარგებლოს. ყველაფერი რაც ხალხს უჭირს და გაჭირვება აქვთ. ქალაქს უფრო მეტად მივხედავდი და სოფლებს უფრო მეტად სჭირდება დახმარება, ახალგაზრდებს არ აქვთ გასართობის საშუალება და რა ვიცი, ან სკვერს გავაკეთებდი, რამე კლუბს. პირველ რიგში მივხედავდი მოსახლეობას. კაფეები იქნება კარგი ჩვენთვის. სასტუმროები იქნება კარგი. რაც საუკეთესოა, ყველაფერს გავაკეთებდი. აბა ესე კი არ დავჯდები კაბინეტში და საწყალი ხალხის უბედურებას უყურებ? არა. ცოტა გული გაუთბონ საწყალ ხალხს. ლაღაზე არც მიოცნებია, არც მიფიქრია და ვერც გეტყვით რას გავაკეთებდი. აი ყურეთ, არსებობს სამავშტო ტაქსები, ხო? მაგრამ არ არის გაჩერება. დგევარ წვიმაში, გარში, თოლში. იქ იყო ერთი გაჩერება. არ ვიცი ვინ დაშალა და დგა კერძო ტაქსები. იცაშინელება იცი და ხო შეიძლება ერთი ორგან მაინც იყოს. ნენია გასაკეთებელი რომ პირველ რიგში ნაგავი, წყალი. ხალხისთვის ვიქნებოდი და ხალხისთვის ვიზრუნებდი, რა თქმა უნდა. მე მგონი გაკეთებული არის ახლა რაღაცეები, ახლა ბრმა ადამიანებმა შეიძლება ვერ დავინახოთ, მაგრამ ნუ პრობლემა შეიძლება. ტუალეტების მოწესრიგება ქალაქში პირველ რიგში მე ეს მაწუხებს როგორც თელავის მკვიდრს ნაგვის გატანის შესახებაც რაღაც ამ ბევრი პრობლემა არის და მოსაგვარებელია და ეხლა ზოგადად კიდე უმუშევრობა. მოსახლეობაში უნდა გამოიკითხოს ვის რა უჭირს და სოციალური მდგომარეობა როგორია კომუნალური მომსახურება არის თუ არა და იქიდან გამომდინარე ისევ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შეჯამდეს მერე და სადაც ყველაზე უფრო სუსტი წერტილია იმას უნდა მიხედოს მერმა. გასარდობი აკლია თელავს ნამდვილად და რამეს კლუბს გავაკეთებდი რა. ბახბახიშვილების სასახლეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. რა იგეგმება რეაბილიტირებულ შენობაში. რა უნდა განთავსდეს სარდკაფე და იქნება ძალიან ისეთი ლამაზი ღონისძიება. კახელების ტურნე კახეთში წინანდლის შემდეგ კონცერტს გურჯაანმა უმასპინძლა. კახეთში ყოველთვის ესეთი მაგარი აპლოდისმენტები, ესეთი მაგარი ენერგია არის. პროფესიული განათლების მნიშვნელობა და პრიორიტეტები. ამ საკითხზე იმსჯელეს დღეს ახალგაზრდებთან ერთად კოლეჯ AIS-ის წარმომადგენლებმა. შეხვედრა გურჯაანის ბიბლიოთეკაში გაიმართა. იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც საუნივერსიტეტო განათლებაზე უარი თქვეს, არასრული საშუალო განათლება მიიღეს ან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი ვერ გადალახეს. სახელმწიფო კიდევ ერთ ჩანსს აძლევთ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით მათ შეუძლიათ პროფესიულ განათლებას დაეუფლნენ. დღეს კოლეჯ AIS-ის წარმომადგენლებმა ასეთ მოსწავლეებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს.
სახელმწიფო ზრუნავს იმ ახალგაზრდებზე, რომლებმაც ვერ მიიღეს საუნივერსიტეტო განათლება, ან თავისი სურვილით თქვეს უარი ამაზე და აქედან გამომდინარე სთავაზობს უფასო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. პროფესიული განათლება არის სწორედ იმ დასაქმებისკენ და წარმატებისკენ მიმავალი გზა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას და ახალგაზრდებს სჭირდებათ. ამიტომ მე მოუწოდებ ყველა ახალგაზრდას, რომ დაეუფლოს მასთვის სასურველ პროფესიას და დადგნენ ნამდვილი პროფესიონალები. ძალიან საინტერესო პროფესიები იყო, სამომავლოდ შეიძლება კიდეც რომ მივიღო ესეთი განათლება, იმიტომ რომ ძალიან მოხიბლული ვარ დღევანდელი იმ პრეზენტაციით. თელავს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების საგრაფო კატალბას დელეგაცია ესტუმრა. შეხვედრის მიზანი თანამშრომლობის გაღრმავება მერმა და ვიცე-მერმა ამერიკელებს მყარი ნარჩენების მართვის კუთხით ურთიერთგამოცდილება გაუზიარეს. კატალბას საგრაფოს დელეგაციამ თელავს საჩუქრად $100,000-ზე მეტად შეფასებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგვის გადამტანი სპეციალური მანქანა გადასცა. თელავში ვახვახიშვილების სასახლეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ივლისში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საკანალიზაციო და ელექტროსისტემების მოწყობა. ასევე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, რასაც სულ 22,511 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტირებულ ვახვახიშვილების სასახლეში არტ-კაფე განთავსდება, რომელიც სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს, გამოფენებს, შემოქმედებით საღამოებს და შეხვედრებს უმასპინძლებს. თელავის მერის პლატონ კალმახელაძის ინფორმაციით იგეგმება და ამ შენობის გასხვისება და აქ რესტორნის გახსნა, თუმცა სასახლე მათი ინიციატივით მერიას დაქვემდებარებაში გადავიდა. ტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, იყო ბევრი მithქმა თითქოს ეს შენობა იყო დასრულებული რეაბილიტაციის პერიოდში, მერე შემდგომ დაზიანდა და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ გამოიყო ამის რეაბილიტაციისთვის 22,000 ლარი. აქამდე არ ყოფილა აქ რეაბილიტირებული სველი წერტილები, პირველად მოეწყო ელექტროგაყვანილობა შენობაში, შენობამდე არ ყოფილა საკანალიზაციო სისტემა მოყვანილი, რაც ყველაფერი ახლა კეთდება. ეს გადაეცა ჩვენ აიბს კულტურის ცენტრს და განთავსდება აქ არტ-კაფე და შესაბამისად ჩვენი კულტურის ის აზრი, რომელიც ქალაქში ტრიალებდა, რომ 2012 წელს ნახევრად რეაბილიტირებული შენობა უნდა გასხვისებულიყო და აქ უნდა განთავსებულიყო რესტორანი, როგორც ხედავთ, ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა. აქ უკვე ეს შენობა უკვე გადმოცემული აქვს კულტურის ცენტრის ადმინისტრაციას, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ძალიან მალე კულტურის ცენტრი განთავსდება ამ შენობაში და იგეგმება ძალიან ბევრი სიახლე, მათ შორის როგორი აქტიურიც გვაქვს წელს ჩვენ ზაფხულის სეზონი, ასეთები აქტიური დატვირთვა იქნება ზამთარში ამ შენობას, იმიტომ რომ აქ უნდა განთავსდეს არტ-კაფე და იქნება ძალიან ისეთი ლამაზი ღონისძიებები, რომლებიც ხელშეუწყობს თელავური, ასე ვთქვათ, ცხოვრების უფრო გახალისებას. კახელების ტურნე კახეთში ამ სახელწოდების კონცერტს წინანდლის შემდეგ გურჯაანმა უმასპინძლა. ღონისძიება დიდების მემორიალზე გაიმართა. კონცერტში ქართული ესტრადის კახელ მომღერლებთან ერთად მოწვეულმა სტუმრებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება კახეთის გუბერნიის მხარდაჭერით რეგიონში დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში იმართება. ანალოგიური კონცერტები კახეთის 8 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. დავარქვით კახელების ტურნე კახეთში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ყველაზე მეტად ჩვენ ვინც გვიყვარს, ყველაზე მეტად ვისაც პატივს სცემთ ჩვენი რეგიონის, ჩვენი მიწაწკლის შვილებს, საშუალება მიგვეცა იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოფერებოდა და პირიქით ეს მომღერლები მოფერებოდნენ კიდევ ჩვენს მოსახლეობას. ეს ღონისძიება დღეს სწორედ გურჯაანში იმართება, ნაწილ მუნიციპალიტეტებში, როგორც გითხარით, უკვე გაიმართა, ძალიან ბევრი მაყურებელია, ძალიან ბევრი დამსწრეა. და ზოგადად ძალიან სასიამოვნოდ მიდის ეს პროცესი და ვფიქრობ, რომ ზოგადად კულტურული ღონისძიებები ჩვენ რაც შეიძლება ბევრი უნდა მოვაწყოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას მივცეთ მაქსიმალური კომფორტი აი კულტურული ღონისძიებებით მიღებული სიამოვნებისგან. ტურნე მიმდინარეობს ძალიან წარმატებულად, მე ვთვლი ასე, იმიტომ რომ ძალიან კმაყოფილია მაყურებელი და მე ძალიან მიხარია. დღეს ჩემ გურჯაანელებთან ვარ. არის ხალხი, იმედი ეკმაყოფილები არიან და რა ვიცი, მინდა რომ ესე გაგრძელდეს. კახეთში ყოველთვის ესეთი მაგარი აპლოდისმენტები, ესეთი მაგარი ენერგია არის და მე ყოველთვის მიხარია ჩემს მხარეში კონცერტი. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია რომ ეს ტურნე შედგა და დიდი მადლობა ამისთვის ბატონ ირაკლი შიოლაშვილს, ყველა ორგანიზატორს აბსოლუტურად, მთლიანად კახეთს დიდი მადლობა რომ გვიმასპინძლებთ ესეთი გემრიელად. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ.
ნოდარხადურმა მინისტრთა კაბინეტს ბიუჯეტის შესრულების 8 თვის ანგარიში წარუდგინა. ფინანსთა მინისტრის განმარტებით 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდ 151 მილიონ 200.000 ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 66%-ით, 9 თვის გეგმის კი 89%-ია. ნოდარხადურმა მინისტრთა კაბინეტს ინფორმაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების შესახებაც მიაწოდა. მისი თქმით, არსებული მდგომარეობით ფონდიდან 390 მილიონი ლარია გამოყოფილი. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების საკასო შესრულება შეადგენს 188 მილიონ ლარს, ფონდიდან უკვე დღეის მდგომარეობით გამოყოფილია 390 მილიონი ლარი. მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების იანვარ-აგვისტოს ხარჯი შეადგენს 1.260 მილიონ ლარს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ იცით და კოლეგებმა იციან, რომ ჩვენ განწერა გვაქვს კვარტალური, ამიტომ 1 ოქტობრისათვის ჩვენ უკვე გვეცოდინება დაზუსტებული ინფორმაცია კვარტლების გეგმის მიხედვით. საქართველოს მთავრობა მეფუტკრეობის განვითარებას იწყებს. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომის დაწყების წინ გააკეთა. სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წევრებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მიაწოდა. წარმოდგენილი პროექტის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო პროექტის ფარგლებში დაწესებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაინტერესებული კოოპერატივებისთვის სკების შეძენას და მათ ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ასევე მეფუტკრეობის კოოპერირების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 164 კოოპერატივის ხელშეწყობას, მათ შორის 80 გახლავთ მაღალმთიან რეგიონებში. და ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, ვინაიდან ეს ითვალისწინებს კეთილსაიმედოობით კუთხით იდენტიფიკაციას და მიკროევადობას თითოეული სქის საქართველოში სტანდარტების დანერგვას, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტი. შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად სასჯელახსრულების სამინისტრო 203 ჯერ შეიძენს სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის წევრებს სასჯელახსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მთავრობის ხდომაზე მიაწოდა. მისი თქმით, თავდაპირველად სამაჯურებით არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ. სასჯელის ახალი ფორმა საქართველოში მიმდინარე თვეში ამოქმედდება. ეს იქნება ახალი ეტაპი უკვე მართლმსაჯულების სფეროში ფაქტობრივად, იმიტომ რომ რეგიონში არ არსებობს ასეთი ტიპის. ეს პირველია ხო რეგიონში? პირველია რეგიონში და კომპანიაც არის ძალიან სერიოზული. ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება აი ამ ბრაზილეთების მოხმარება და კიდევ 29 ქვეყანაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰააგის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი თბილისში დააკავა. გამოძალვის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობისთვის საერთაშორისო დონეზე ძებნილი ეროვნებით ქართველი ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. თბილისში დავაკავეთ ეროვნებით ქართველი ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე, რომელიც ჰოლანდიაში ჩადენილი დანაშაულისათვის ჰააგის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილი დანაშაული. კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის ტელეკომპანია იმედზე საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემების დახურვა რუსთავი 2-სა და უფრო ადრე მაესტროზე განვითარებული მოვლენები დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილა. ინგა გრიგოლიამ საკუთარი თოქ-შოუს შეჩერების მიზეზად პოლიტიკური მოტივები დაასახელა. რაც შეეხება ეკა მიშველაძის გადაცემას, როგორც მას საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა განუმარტა, თოქ-შოუ ჟურნალისტის პოლიტიკოსზე დაქორწინების გამო შეჩერდა. დისკუსია კოალიცია მედიის ადვოკატირების ორგანიზებით შედგა. მას შემდეგ რაც იმედმა გამოაქვეყნა შესაბამისი განცხადება საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით, მარეგულირებელმა კომისიამ მისწერა იმედს და შეახსენა ვალდებულება, რომ კანონისმიერი ვალდებულება საერთო მაუწყებლის ფონდეს საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემები და ესეთი ხელაღები და ასეთი გაუგებარი შეწყვეტა არის ერთგვარად კანონის დარღვევასთან კავშირში. ეხლა მე ვერ ვიხსენებ ესეთ პერიოდს, როცა ქვეყანაში იხურებოდა გადაცემები და მარეგულირებელი ამგვარ ნაბიჯებს ჰქონდა, ამიტომ რა თქმა უნდა ეს მაინედებს და მაინედებს ის განწყობა, რაც ჩვენთან ახლა დარბაზში სუფევდა, იმიტომ რომ მიუხედავად განსხვავებული აზრებისა, ყველას უნდა იყოს მედია უფრო თავისუფალი. ეს არის ძალიან სახიფათო და ძალიან საშიში პროცესები, რომელიც დღეს მიდის მედიის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა, მე და ჩემს კოლეგებს, მაგრამ არ გვაქვს პასუხი არც ერთ კითხვაზე, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ კითხვებზე პასუხი მივიღოთ. როდესაც გადაცემა არის ყურებადი, თანაც გადაცემა, რომლის შემდეგაც ყოველი 5 გადაცემის შემდეგ დაუშვათ 3 შეიძლება იმით მთავრდება, რომ ორშაბათის თათბირზე გეუბნებია, რომ ყოჩახ და მაგარი ყურებადობა ქონდა და ასე შემდეგ, იხურება.
არც ერთი ტელევიზია, იმიტომ ვახსენე ეს ოქროს წესი, თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ არ ხურავს მომგებიან გადაცემებს. აპარატი, რომელიც გულს სხეულის გარეშე აცოცხლებს. სპილო ჭაში ჩავარნილიშვილის გადარჩენას 11 საათის განმავლობაში ცდილობდა. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. თურქეთის სანაპიროებთან დაღუპული ორი მცირეწლოვანის მამამ სირიელმა აბდულა კურდიმ ქალაქ ბოდრუმის პროზექტურაში თავისი ოჯახის წევრები ამოიცნო. მიგრანტების ნავის გადატრიალების შემდეგ ბავშვების გარდა დაიღუპა მათი დედაც. მამაც ხედრების სამშობლოში გადასვენებას აპირებს. სირიელი ბავშვი ტალღებმა სანაპიროზე გამორიყა. ცხედრის ფოტომ მთელი მსოფლიო შეძრა. ნავი იმ დროს ჩაიძირა, როცა ოჯახი სირიიდან თურქეთის გავლით საბერძნეთის კუნძულ კოსისკენ მიემგზავრებოდა. კიევის პოლიციამ მასობრივი არეულობების მონაწილე 18 პირი დააკავა. მათგან 16-ს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიესაჯა. მანამდე კი ხელყუმბარის სროლაში ეჭვმიტანილი ბატალიონ სიჩის მებრძოლი იგორ გუმენიუკი დააპატიმრეს. მასობრივი არეულობები უმაღლეს რადასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი. დემონსტრანტთა ჯგუფიდან სამართალდამცავებს საბრძოლო ხელყუმბარა ესწროლეს. არეულობის შედეგად დაჭრილი დღეს კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. დაშავებული კი 120-ზე მეტია. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი სირიის ქალაქ ჰომსის მოსახლეობა სიცოცხლის შენარჩუნებას პირდება. შესაბამის განკარგულებას, რომლის თანახმადაც ქრისტიანებს ქრისტიანული ატრიბუტიკის დემონსტრირება ეკრძალებათ, ხელი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ უკვე მოაწერა. ასევე მათ ისე უნდა ილოცონ, რომ ახლოს მყოფი მუსლიმანები ლოცვის ხმამ არ შეაწუხოს. გარდა ამისა, ქრისტიანები ვალდებულნი არიან ისლამურ სახელმწიფოს ხარკის სახით სულზე 4 დინარი გადაუხადონ. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა ტივიმ და ზოოკლუბმა გაავრცელა. ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აპარატი, რომელიც გულს სხეულის გარეშე აცოცხლებს. მისი დახმარებით გულის ოპერაციების წარმატებული ჩატარების შესაძლებლობა ორჯერ გაიზრდება. აპარატი შეძლებს ტრანსპლანტაციისთვის გულის შორ მანძილზე გადატანას. ამასთან ორგანოს გაყინვა არ დასჭირდება, რადგან გადატანის დროს გული ფეთქვას გააგრძელებს. ოპერაციის წარმატებით დასრულება 15-დან 30%-მდე გაიზრდება. დედასპილო ჭაში ჩავარნილიშვილის გადარჩენას 11 საათის განმავლობაში ცდილობდა. მისმა გმირობამ ყველა გააოცა. მოსახლეობა ინციდენტის ადგილას შეიკრიბა, თუმცა მიახლოება ვერავინ გაბედა, რადგან ცხოველი გაღიზიანებული იყო და შეიძლება ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა. ინდური სპილო თავისი ძალებით ცდილობდა ჭის ამოთხრას, რათა შვილის სამშვიდობოს ამოეყვანა. საბედნიეროდ ამ ისტორიას კარგი დასასრული აქვს. ფაქტის შემსწრე ადამიანებმა ვერ გაუძლეს ეყურებინათ, თუ როგორ იტანჯებოდნენ დედა-შვილი. მათ სპილო გაიტყუეს და სატვირთო მანქანის დახმარებით პატარა სპილო სამშვიდობოს ამოიყვანეს. 25 წლის ანჯელინა ჯოლის უცნობი კადრები. გამოშვებაში კი ასევე ნახავთ. საქართველოს ნაკრებს ხორვატია მოუღო. და ბოლოს დღის სხვა ამბები. 25 წლის ანჯელინა ჯოლის უცნობი კადრები. ინტერნეტში ახალგაზრდა მსახიობის სახელოვნებო სკოლაში შესრულებული როლის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა. 25 წლის ანჯელინა პატარა აუდიტორიის წინ თამაშობს. მომავალ ვარსკვლავს პარტნიორობას, ასევე დამწყები მსახიობები უწევენ. ჯოლი დრამატულ როლს ასრულებს. საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ხორვატია შეხვდა და 23 წუთზე მოწინააღმდეგის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას ნაკრები ესპანეთთან 7 ოქტომბერს თბილისში გამართავს. AS Open-ზე ამერიკელი ჩოგბურთელი ჯეკ სოკი ბელგიელ ჩოგბურთელს რუბენ ბემელმანს დაუპირისპირდა და სწორედ მაშინ გახდა ცუდად, როცა იგებდა. მან გონება და კარგა სამწუხაროდ ჯეკმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და ტურნირს გამოეთიშა. ახლა კი ნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი გამოშვება დასრულდა, ნახვამდის.